ასე რომ სათავო ოფისი და ხელოვნური ინტელექტი ვიდეო მასალას უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებს. პოლიციელები სამაგალითოდ მოიქცევიან, რადგან ირგვლივ მომხდარ ყველაფერს მუდმივად უყურებთ და ვიწერთ. მოქალაქეებიც წესებს მაქსიმალურად დაიცავენ, ვინაიდან თითოეულ დეტალს განუწყვეტლავ აღვიბეჭდავთ და შესაბამისად ვაშუქებთ. ეს კი უტყუარი მტკიცებულებაა. სამხრე აპარატების დიზაინი სრულიად შევცვალეთ. ჩვენი მოწყობილობა სულ რაღაც $70 ღირს. ჩვეულებრივი მოდელის ფასი კი რა ვიცი, $7,000-მდე აღწევს. სხვათა შორის ის მუდამ მუშაობს. მისი აქტივაცია და გამორთვა თქვენ თვითონ არ გიწევთ. უпростоრად მისი ნებაზე გათიშვა შეუძლებელია. აი მაგალითად, საპირფარეშოში შედიხარ. ეუბნები Oracle 2 წუთით შესვენება მჭირდება და ის წყვეტს მუშაობას. თუმცა სიმართლე ისაა, რომ მას რეალურად არ ვთიშავთ. ჩვენ ამ კადრებს მაინც ვიწერთ, ოღონდ ისე, რომ ვერავინ ნახოს, ხოლო სასამართლოს განჩინების გარეშე ჩანაწერთან წვდომა არავის არ აქვს. ასე რომ შენს მოთხოვნილ კონფიდენციალობას იღებ, მაგრამ თუ მოსამართლის გადაწყვეტილება იარსებებს, მას შეუძლია ბრძანოს, რომ ამ მასალის ნახვა სურს, თუნდაც ამ ეგრეთ წოდებული საპირფარეშოს შესვენების, თუ კი რაიმე საეჭვო გარემოება გამოიკვეთება. გარდა ამისა, თქვათ მეგობრებთან ერთად სადილად მიდიხარ. ეუბნები Oracle მეგობრებთან ერთად ვსადილობ და 1 საათით პირადი სივრცე მჭირდება. ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ოფიციალური ორდერის გარეშე ჩანაწერს არავინ არ მოусმენს. თუმცა ეს მართლაც საინტერესოა. თანაც ვიდეოს პირდაპირ სათავო ოფისში ვგზავნით.